მისტიკა და ნიკი სლოუ არიან ჩვენი სტუმრები, ადამიანები, რომლებმაც კარიერა გაიკეთეს აზიის ქვეყნებში და ალბათ დროა რომ ჩვენც გავიცნოთ. დილამშვიდობის დიდი მადლობა იმისთვის რომ მოხვედით. თიკა პირველ რიგში დიდი მადლობას მოგიხდით მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენ მაყურებელსაც და გილოცავთ 2015 წელს. ჟანრები, რომელშიც ჩვენ მოღვაწეობთ, ძირითადად არის R&B და რეპი, ხო? R&B. რით დაიწყე საინტერესო, იმიტომ რომ ჩვენი საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილია, ხო, შენი შემოქმედება. და ახლა რა არის, თქვათ, ისეთი წამყვანი ჟანრი, გარდა ამისა, რაიმე სიახლეთ? ანუ ძირითადად მოღვაწეობ უფრო საზღვარგარეთ და უფრო ვაკეთებ კომერციულს. ანუ საზღვარგარეთისთვის უფრო ისეთი ცოტა კლუბური, რაღაც ისეთი საზაფხულო თემები არის და ზოგადად რაც ჩემი სტილი არის უფრო ესეთი R&B რეპი, რასაც ვაკეთებ. და აქ უფრო საქართველოში ახლა გადავედი უფრო ქართულ სიმღერებზე, რაც რაღაც მინდა რომ გავაკეთო რაღაც პროექტები აქ საქართველოშიც და რა ვიცი, იმედია გამოგოა. ქართული სიმღერები გულისხმობ ისევე იმავე ჟანრებს ალბათ, ხო? იმავე, კი. უფრო R&B რეპის. როგორ მოხდა აზიაში, თქვათ, თქვენი ესე იგი, ტურნეები მაქვს ხოლმე დუბაი, ათენი, სალონიკი და თურქეთის რამდენიმე კურორტი. და როგორ მოხდა ახლა აქ რო გითხრა რომ აი აქ საქართველოში რაღაც ხდება, ამჟამად არ ხდება. ძალიან მცირედი დოზით ხდება ეს ყველაფერი და თუ ხდება ისიც რაღაცა გარკვეული კლანი არის ესეთი შეკრული და ნუ რაღაცა იქ არ გახედებენ ისე ასე ვთქვათ და გადავწყვიტე მე რომ საზღვარგარეთ ყოფილიყავი, რასაც უფრო აფასებენ და უფრო მეტი ისა აქვს რა ქვია წინსვლა და რა ვიცი ყველაფერი აბსოლუტურად. ამბობენ შენზე რომ ყოველ შემთხვევაში ჩვენ ასე გაგიცანით ერთ-ერთი ინტერვიუ დაიბეჭდა შენ შესახებ რომ განსაკუთრებულად გიყვარს წიგნები, თოი წიგნებზე შეყვარებული მისტიკა. რა იგულისხმება ამაში პირველ რიგში? ანუ იგულისხმება თუ არა ის რომ ის ვინც რეპს მისდევს, ასე ვთქვათ, ნაკლებად განათლებულია, ნაკლებად დაინტერესებს კითხვა და კიდევ ერთი თუ აისახება ხოლმე ვთქვათ შენს შემოქმედებაში ის რასაც კითხულობ. იცით რა არის, ანუ მე ხა ძირითადად ეხლა რა ლექსებიც დამიწერია, ყველა თითქმის თქვენ ლექსებსაც წერთ? ხო, ანუ მე უფრო ჩემი ხო შეგიძლიათ რამე ფრაგმენტი. ლექსი როგორც ასეთი ვთქვათ, ლექსი თუ უფრო რეჩიტატივისთვის. ხო, ანუ რეპისთვის აი ვთქვათ რაღაც დამჭირდება, წერ ხოლმე რაღაცა სიმღერისთვის უფრო წერ ხოლმე, ვიდრე რაღაცა ესე რომ რაღაც დავწერო და აი ჩემი ლექსები და რაღაცა ასე ვთქვათ და წიგნებს რაც შეეხება, უფრო ესეთი თუ მაქვს დრო აუცილებლად ვკითხულობ რაღაცას, მაგრამ ესე ძალიან ისე ნაკლებად და აი რაღაც ბოლო ერთი თვის უკან დავამთავრე რაღაც ძალიან საინტერესო. რა წაიკითხეთ ბოლოს თიკა? მარკესის მარტოობის 100 წელიწადი. და დანარჩენი უკვე ვრცლად სხვა ჟურნალს მინდა რომ რაღაცა ძალიან ესეთი ძირფესვიანი ინფორმაცია მივცე საერთოდ აი როგორც შენს შენმა დაბრუნებამ გამოიწვია ინტერესი, ხო? საზოგადოებაში, პრესაში. ანუ ეხლა ქონდა ჩვენ კინოსახლში მოგეხსენებათ რომ ფილმი გადაიღო ერთ-ერთმა უნიჭიერესმა რეჟისორმა გიორგი მარკოზაშვილმა შემოთავაზა ერთ-ერთი მთავარი როლი და საკმაოდ ანუ გავაკეთეთ ეს პრემიერა და ისე გრანდიოზულად და ისეთი ორგანიზებული იმით მოხდა ეს ფილმის პრემიერა რომ მე თვითონ გაკურებული დავჭი ძალიან გამიხარდა. პირველი ეს არის ჩვენთვის ეს პირველი არ არის, ანუ მქონდა რამდენიმე შემოთავაზება, მიმიღია კიდევაც ანუ რამდენიმე ეპიზოდში მონაწილეობა, მაგრამ ხშირად ხოლმე რაღაც მიზეზების და გამო ვამბობ ხოლმე უარს, მაგრამ ეს ფილმი სრულიად უბიუჯეტო იყო. და რაღაც აი ძალიან დავინტერესდია ამ რა ქვია რეჟისორის საერთოდ ზოგადად ყველაფრით ძალიან მოვიხიბლე და რა ვიცი დავთანხმდი რომ მიიღო და რა მე მგონი კარგი გამოვა. ნიკი პოპულარულია, საკმაოდ პოპულარულია როგორც გავიგე ბაქოში. და საქართველოში ასე ვთქვათ ეს დაბრუნებაა თუ ეხა გაგიცნობს ქართველი მაყურებელი ქონდა რამე შეხება ვთქვათ ქართულ შოუ-ბიზნესთან არა არ მქონია ძალიან მცირედაც იყო ეს შეხება მე რა მუსიკასაც ვაკეთებ აქ ხალხისთვის როდესაც მე ვაკეთებდი მიუღებელი იყო ჯერ კიდე როგორია თქვენი მუსიკა ნიკი ან ძირითადად swag და trap style არის რომელიც აქ ჯერ შემოსული არ არის და ნუ ვცდილობ თიკასთან ერთად რომ შემოვიტანოთ როგორღაც ეს სტილი რომელსაც დღეს ჩვენი მაყურებელი ნახავს პირველები ვინც სიმღერის პრემიერა საშუალებითაც მოხდება ეს ტელევიზიით და კლიპს რაც შეეხება ერთ-ორ სიტყვას დავამატებ მუსტევეს გადაუგზავნეთ ეს კლიპი მაგრამ ნუ სამწუხაროდ რაღაცა ვერ მოხერხდა ამ კლიპის პრემიერა ბაქოში რო გავკეთებინა ასევე მუსტევეზეც და MTV-ზე არ
გეცდიათ? ინტუიცია არ გეცდია. ჩასვლას ვახერხებ უბრალოდ ჯერჯერობით და მოხდება. და მარტის ბოლოს ყოველ შემთხვევაში მუსტევაზე ეს კლიპი დატრიალდება და თქვენი არხის საშუალებით ამ კლიპის პრემიერაც იქნება ახლო მომავალში. კი ბატონო, ნიკის შევაწყვეტინეთ. დაუბრუნდეთ. ანუ ეხლა თქვით რომ მანამდე თქვათ თქვენი მუსიკა ვერ მიიღო ქართულმა მაყურებელმა. ხო, ანუ ისე ვერ მიიღო როგორც უნდა მიიღო, იმიტომ რომ ანუ და ეხლა გადაწყვეტეთ ისევ კი, ანუ ჯერ არ არის მზად, ჯერ არ იყო მზად ხალხი ამ მუსიკისთვის. გაჭირდება ქართულ მაყურებელს, ქართულ მსმენელს რომ თქვენი მუსიკა მიიღოს. ანუ რა არის ამისთვის საჭირო? ცოტა თავისუფლება. ცოტა მეტი თავისუფლება ჭირდება და ყველაფერი კარგად იქნება, ასე ვთქვი, არა მარტო მუსიკის მხრივ. ბაქოში როგორ ესმით თქვენი მუსიკა? ძალიან კარგად მიმდინარეობს ეს სტილი მან და კარგად მიდის. თქვენ ამბობთ რომ აზერბაიჯანში გაცილებით დიდი თავისუფლებაა? კი. საინტერესოა. გაცილებით. საინტერესოა, ვნახოთ რა მუსიკაზეა საუბარი, ალბათ მაყურებელი დაინტრიგდა რომ მუსიკაზეა საუბარი. ასე რომ ცოტა მეტი თავისუფლება იმასე ჩვენს მაყურებელს. კარგი, ვნახოთ და მაყურებელი თავად შეაფასებს, წარმატებებს გისურვებთ და გითხოვთ. მადლობა. ლოთ. Girls gonna work, I'm a dog. Take the selfie picture with the booties on the work. Make it nasty, bitch. I'm a flying bird. Take it off. Show me buff, all the wonder earth. From Monday to Sunday, you working my bitch. I'm a shit in your rest day. Your last day is 6 at my chain is 90 gram. I scrolling Instagram looking for new mad. I'm cold boy, cold boy. I'm a bad boy, loyal, pay boy, hey boy. I'm a playboy, playboy. Make noise, I'ma make noise. Shorty love good boy, she's screaming through the walls. Booty jumping like she's dirty like she was. I'm Buster, I'm the shit that makes you be good girl. I'm Buster, I'm the shit that makes you be good girl. Now you can always grow, you can always roll. I'm not too rich for your cheap life. Now you can always grow, you can always roll. I'm not too rich for your cheap life. Done red wine, I wanna be inside. You wanna wreck me, boy, you a cheaper one. I wanna murder, I want a long rub. I wanna feel my feet in the messenger. You gonna rich, I don't give a fuck. You wanna mix, so you get along. I already started, you already hoes. You were always on the fuck. Boy. You wanna get me never? Are you really ready? I don't think so, never. Can you really play this? I don't think so, never. You are always steady. I don't think so, never. Don't cry, man, I can forgive you. Whole lot, bitches are around you. Boy, slow down, I'm giving a show for sure. You have never seen this before. You are on the door. Now, it can always grow. It can always roll. Cheap life. Now it can always grow, it can always roll. I'm too rich for your cheap life. Now it can always grow, it can always roll. I'm too rich for your cheap life. Now it can always grow.
ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, წარმატებებს გისურვებთ. დიდი მადლობა. ჩვენს მაყურებელს კი გავახსენოთ, რომ ვიქტორინის დრო დგება და